დაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს. საღამშვიდობისა, მოგესალმებით, რადიო იმედის ეთერში იწყება პროექტი ვუსმენთ ერთმანეთს. მე ნინი ხუგაშვილი ვარ და დღეს ვისაუბრებთ თემაზე პოლიტიკოსები და საზოგადოება. აქვე გთავაზობთ ინტერაქტივისტვის შეკითხვას, გჯერათ თუ არა პოლიტიკოსების. 292 1188 292 1199 ღია ეთერისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომრებია. გადაცემის პირველ ნაწილში ისაუბრებს პიარ სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი, რომელიც ტელეფონის მეშვეობით გვერდდება. მოგესალმებით, ელდარ, მადლობა რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. ელდარ, გესმით ჩემი ხმა? ელდარ, გესმით ჩემი ხმა? დიახ, მესმის, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს. მოგესალმებით, მადლობა რომ მიიღებთ პროექტში მონაწილეობას. დღეს ვსაუბრობთ თემაზე პოლიტიკოსები და საზოგადოება და საინტერესოა როგორ ყალიბდებიან პოლიტიკოსებად. სწორედ ამ შეკითხვით დავიწყებთ თქვენთან საუბარს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსობა საერთოდ მთავარი თემა არის, რომ საზოგადოებაზე ორიენტირებული მიდგომებით ყალიბდება. ანუ ხშირად არის ხოლმე, მე რაც მომისმენია ისტორიები და ამიკითხავს, არის რომ რაღაც პრობლემა არსებობს და ადამიანებს შეუძლიათ ამ პრობლემაში გარკვევა, ამ პრობლემის მოგვარება და ფაქტობრივად ამ პრობლემაზე რეაგირება. და ხშირად ეს პრობლემა არის ხოლმე რაღაცა იდენტობის პრობლემა, ქვეყნის რაღაც განვითარების პრობლემა, ან შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის პრობლემა, რომელიც დაკავშირებული არის სახელმწიფოს მუშაობასთან და ზოგადად ქვეყანასთან და მის ისტორიასთან. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ მთავარი ინგრედიენტი პოლიტიკოსის არის ის, რომ მას კარგად უნდა ეცმოდეს საზოგადოება, ანუ ხალხი რა საზოგადოებაშიც ის მუშაობს და უნდა იყოს ფაქტობრივად მისი ხმა სხვადასხვა ტიპის ორგანოში, შეიძლება ეს იყოს პარლამენტში, საკრებულოში, ოპოზიციაში, ან ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, ეს არის მთავარი კომპონენტი. ეს არის ერთგვარად мотиваციის წყარო, რის გამოც ისინი მიდიან პოლიტიკაში? მე ვფიქრობ, რომ мотиваციის წყარო არის უფრო ის, რომ ეს არის რაღაცა სივრცე, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ადამიანები შედიან პოლიტიკოსები, რომელსაც ახასიათებს რაღაცა ეიფორია, სხვადასხვა ტიპის ესეთი მნიშვნელოვანი რაღაცები, რასაც ვიღებთ, თქვათ, ის ამოტივაციო მიდგომები, რომელშიც ადამიანი კარგად გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პრობლემური თემები შეიძლება იყოს. უბრალოდ ეს არის ყველაზე კარგი სტიმული, თქვათ, აი мотиваციისთვის, რომ შენ შეგიძლია რაღაცის გადაწყვეტა, შენზე არის დამოკიდებული ქვეყნის ბედი, შენ შეგიძლია, თქვათ, რაღაცა ადამიანებს დაეხმარა, თქმა უნდა, ეს იდეალისტურ შემთხვევაში ვამბობ. და შესაბამისად, ეს უფრო არის დამოკიდებულება შენი ქვეყნის მიმართ და საზოგადოების მიმართ, რომ შენ ფაქტობრივად ხარ გამტარი, ანუ შუამავალი საზოგადოებასა და თქვათ ქვეყნის ინტერესებს შორის. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც პოლიტიკოსებს აქვთ მოკლედ ეს ფუნქცია და შესაბამისად აი ამ ფუნქციის გამოყენება სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველაზე კარგი გაგებით ნარკოტიკი შეიძლება იყოს, თქვათ, ადამიანისთვის. არსებობს ეგრეთ წოდებული სტანდარტი. როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი? მე ვფიქრობ, რომ ყველა სტანდარტი არის ის, რომ ის უნდა გამოხატავდეს საზოგადოების აზრს და დამოკიდებულებას. მაგრამ ძალიან ხშირად არის ხოლმე ესეთი ტიპის შემთხვევები, როდესაც პოლიტიკოსები არ გამოხატავენ, თქვათ, საზოგადოების აზრს და ხშირად თავს ახვევენ ხოლმე თავიანთ აზრს. ესაც არის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი და ამასაც აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მიდგომები. ანუ არსებობდნენ და დღესაც არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ გამოირჩევიან ხედვით, რომელსაც შეუძლია საზოგადოებას გაანახოს მომავალში, როგორ შეიძლება განვითარდეს საზოგადოება და მას უკარნახოს, რომ ეს ხედვა იქნება მისთვის მისაღები. ანუ მარტო კი არ მოერგოს საზოგადოებას, არამედ უკარნახოს საითკენ შეიძლება წავიდეს საზოგადოება. რა არის ამის დადებითი და უარყოფითი, რაზეც თქვენ სულ რამდენიმე წამის წინ საუბრობთ? უარყოფითი მიდგომა არის ზუსტად ის, რომ შეიძლება არასწორად წავიდეთ, ანუ თქვათ პოლიტიკოსმა შეიძლება გითხრას, რომ აი ეს არის კარგი, ეს არის კარგი და ასე შემდეგ და ამისთვის შეიძლება ახლა გაერთიანება, კონსოლიდირება და ამის გაკეთება და წავიდეთ ამისკენ. მეორე ის რომ შეიძლება ამ კონკრეტულ და ეს ხშირად არის ხოლმე მოლოდინების თემა. ხო, ანუ პირველ შემთხვევაში მოლოდინის თემა ხშირად გავიგებთ ხოლმე იუმორისტულ ფრაზებს, ხო, ამისთვის ვიდექით რაღაცა წვიმაში და ქარში, ამისთვის ავირჩიეთ, თქვათ, რაღაცა მთავრობა და ასე შემდეგ. ხო, ხშირად გავიგებთ ზუსტად ეს არის ის პრინციპი, რომ საზოგადოებასა და პოლიტიკოს შორის
ერთგვარი შეთანხმება შედგა, მაგრამ ეს შეთანხმება არასწორად გაიგო ორმა მხარემ. ერთმა გაიგო, რომ ის თავაზობდა რაღაც შეთავაზებას საზოგადოებას და აქეთკენ წაიყვანდა და მეორე საზოგადოებას რაღაც პერიოდში მოსწონს ხოლმე ეს ყველაფერი და მე თვითონ პროცესი არ მოწონს. იმიტომ რომ ეს პროცესი არის გრძელვადიანი, ეს პროცესი არის შედარებით უფრო მტკივნეული, იმიტომ რომ რაღაცა ერთი ჯგუფის პრივილეგია მეორე ჯგუფის პრივილეგიის დაკარგვას ნიშნავს, ხო, განსაკუთრებით ჩვენთან. მეორე რაც შეიძლება თქვა დადებითი კონდეს არის ის, რომ საზოგადოება თვითონ საზოგადოება ხო ესეთის არ არის თქვა რაღაცა იქ არ შეუძლია თქვა აზრების კონსოლიდაცია და ასე შემდეგ, რომ ერთმა ადამიანმა ითავოს ფაქტობრივად ამ აზრების განხორციელება. სხვადასხვა თქვა მიდგომაზე ხო შეიძლება ეს იყოს რაღაცა ლოკალური მიდგომა, რეგიონალური, შეიძლება ეს იყოს საკრებულო, შეიძლება გამგეობა, შეიძლება პრეზიდენტი და ასე შემდეგ. და აი ამ მიდგომაზე კონსოლიდაცია რა განაშორდა ეს ყოველთვის შეუძლია ლიდერს ან მის ჯგუფს. გასაგებია, მასებზე გავლენის რა საშუალებებს ფლობენ ზოგადად პოლიტიკოსები? მე ვფიქრობ, რომ ერთი ყველაზე აქტიური განსაკუთრებით საქართველოში ეს არის მედია და მასობრივი კომუნიკაციის ერთგვარი არხი და საშუალება, რომელიც აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მისი იდეები, მისი შესაძლებლობები და მისი პირობა, რასაც ესპირდება კონკრეტულ საზოგადოებრივ ჯგუფებს, იყოს მიტანილი ეფექტიანად საზოგადოებასთან. მეორე არის ის გარკვეული იმიჯი და რეპუტაცია, რითაც ის ხასიათდება, თქვათ, თავის სივრცეში და ეს საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სოფლიოში ვირტუალიზირებული არის სამყარო და შესაბამისად იქ უფრო ვირტუალური იმიჯით სარგებლობენ პრეზიდენტები და პოლიტიკოსები, ჩვენთან უფრო არა, იმიტომ რომ ჩვენთან უფრო ხელმისაწვდომი არიან ეს ადამიანები. და ყველას მაინც გვაინტერესებს არა თქვათ ტელევიზიიდან და მასობრივი ინფორმაციიდან მოწოდებული იდეები და თქვათ შესაძლებლობები, არამედ აი მოარული ხმები და ჭორები, ხო, აი რაც ქმნის ფაქტობრივად ჩვენთან რეპუტაციას და იმიჯს პოლიტიკოსისას. ნდობა ბუნებრივი არის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი პოლიტიკაში ყოფნის დროს, განსაკუთრებით საზოგადოების ნდობის მოპოვებას როგორ და რამდენად ახერხებენ პოლიტიკოსები? ნდობა საზოგადოებაში ნდობის მოსაპოვებლად არის სამი რაღაც მნიშვნელოვანი. ხო, ერთი არის მნიშვნელოვანი, რომ რას შევპირდი, მეორე რამდენად ეს პირობა ქმედებაში ვაქციე და შემდეგ რამდენად ეს პირობა გაიგო იმ საზოგადოებამ, ანუ რამდენად მოვახდინე ამ ყველაფრის მიტანა საზოგადოებამდე, რომ მე ეს გავაკეთებ. შესაბამისად ეს არის, ხო, რაღაცა პირობა აქვს ხოლმე ყველა პოლიტიკოს, შეიძლება გლობალური პირობა იყოს, შეიძლება ლოკალური, შეიძლება ძალიან კონკრეტული პირობა იყოს. მეორე ადამიანებს აინტერესებს, იმიტომ რომ იმიჯი და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, რომ რამდენად ეს ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი გამკეთებელია, ანუ შემსრულებელია ამ თემის. ბექგრაუნდი როგორია და ფაქტობრივად მაინც გამოდის, რომ საზოგადოება წინასწარ აძლევს ადამიანებს და პოლიტიკოსებს ფაქტობრივად მანდატს. მაგრამ მე თხოვს, შესაბამისად აი აქ მნიშვნელოვანია, რომ აი ამ მოთხოვნაში რას მოთხოვს, როგორ მოთხოვს და რამდენად მე პოლიტიკოსი ასრულებს ამ თავის პირობას. და ის ნდობა ამით ყალიბდება, ხო? ანუ რასაც ეთქვის იმ პირობის შესრულებით და შემდეგ ამ ყველაფრის მიწოდებით. იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე საუბარი, ხო, რომ აი ამას ვაკეთებთ, მაგრამ არ იცის ხალხმა. აი ეს არის მესამე კომპონენტი. თუ აკეთებს ვიღაცა რამეს, შესაბამისად თუ არ გზას არ იპოვის მიწოდების საზოგადოებისთვის, ხო, მაშინ ეს ნდობა არ ყალიბდება. ანუ სამივე კომპონენტი უნდა იყოს ჩართული ამ ნდობის ჩამოყალიბებაში, ამის თქმა უნდა. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით რამდენად ჯერა საზოგადოების პოლიტიკოსების დღეს ქართულ რეალობაში? მე ვფიქრობ, რომ ნაკლებად ჯერა, იმიტომ რომ პირველ ეტაპზე უფრო არიან წარმატებული პოლიტიკოსები, მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის დონეზე, ანუ რაღაცას უფრო ამბობენ და პირდებიან და შემდეგ ძალიან დიდი ხანი ხდება ხოლმე ამ თემების ამოწევა და შემდეგ ამაზე აპელირება, რომ რა გაკეთდა და რა არ გაკეთდა, ანუ მეორე კომპონენტში და მესამე კომპონენტში რადგან ერთიანად შეკრული არ არის ის პირობა, რა დადო და რა შეასრულა და ხშირად არის ხოლმე უფრო ანგარიშები წარდგენილი და ძალიან ნაკლებ ადამიანს აქვს ხოლმე პოლიტიკოს, რომ აი თვითონ რა როლი ითამაშა ამ კონკრეტულ თემაში და ამაში ცუდი არაფერი არ არის წარმოადგინონ და წარმოაჩინონ, რომ მაგალითად მე აი ეს და ეს გავაკეთე ამისთვის, ამას დაგკვირდით და შესაბამისად თქვენ მნიშვნელოვანი არის, რომ საზოგადოებას წარუდგინო ეს ყველაფერი. აი ურთიერთობის ამ ფორმას რამდენად ხშირად ხედავთ ქართულ პოლიტიკაში? უფრო არის ყოველდღიური ანგარიშები ხოლმე, უფრო სამინისტროს და პრემიერის, რომელიც რა თქმა უნდა თავის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ეს უფრო უნდა იყოს გლობალური. და უფრო თქვათ დეტალიზირებული.
თავად ქართულ საზოგადოებას თქვენ აღნიშნეთ საუბრის დასაწყისშივე, რომ საზოგადოება ირჩევს, ანუ მანდატს გადასცემს, ნდობის მანდატს პოლიტიკოსებს, მაგრამ ხშირად მე უკვე თავადვე უპირისპირდება საკუთარ არჩევანს. ქართულ საზოგადოებას როგორი ტიპის პოლიტიკოსები ხიბლავთ? მე ვფიქრობ, აი ქართულ საზოგადოებაზე თავიდან ესეთი პოლიტიკოსების ემოციური პოლიტიკოსები რაღაცა ის აქვს, რა ქვია, შკალა აქვს ფაქტობრივად ამ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებსაც. იმიტომ რაღაც პერიოდი მოწონდათ, თქვათ, ისეთი ადამიანები, რომლებიც ძალიან ქარიზმატულები იყვნენ, შემდეგ თქვათ, ანუ ესაც მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსი შემთხვევაში განაპირობებს თავის დამოკიდებულებას, როგორი სივრცე შეიქმნა მის ირგვლივ და რას მოელია მისგან. შესაბამისად, აი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. საზოგადოება მე ვფიქრობ, რომ დღეს უფრო არის მიდრეკილი იმისკენ, რომ უნდა სტაბილური საქმის მკეთებელი პოლიტიკოსებიდან ძალიან ნაკლები დაპირებების გამცემი, რაც ამ არჩევნებზე ზუსტად გადასტურდა, იმიტომ რომ ვინც თქვა არარეალურ დაპირებებს იძლეოდა და შესაბამისად ძალიან ესეთ ბექგრაუნდიც არ ქონდა ამ ყველაფრის გაკეთების, არ გამოუცხადა საზოგადოება ნდობა, ხო? შესაბამისად ეს არის, რომ რაღაც გარკვეულ ნაწილში განვითარდა ეს საზოგადოება რაღაც კუთხით, მაგრამ მაინც მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსების და საზოგადოებას შორის პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკოსები არჩევის შემდეგ, ან გამარჯვების შემდეგ, ან ასე შემდეგ, მუდმივ კონტაქტზე უნდა იყვნენ იმ ჯგუფებთან, ვისთანაც მანამდე იყვნენ. და მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკოსები ცოტა რო ანელებენ ამ ტემპს კომუნიკაციისას შემდეგ პროცესში, ანუ არჩევნების შემდეგ პროცესში რაღაცა პერიოდის განმავლობაში. აი აქ ხდება ხოლმე საზოგადოებაში ნაკლები ინფორმირებულობის გაჩენა, რომელიც იწვევს შემდეგ პრობლემას და რომელიც გონია, რომ თავიდან სხვა რაღაცა შეფირდა და მერე სხვა რაღაცას აკეთებს, იმიტომ რომ ეს პროცესი რო იწელება დიდი ხანი. გასაგებია. და თუ ისინი თქვა ამ პროცესით იმიტომ დღეს ძალიან ესეთი მოდული თემა არის საზოგადოებასთან ურთიერთობაში პროცესის კომუნიკაცია, ესე ქვია. ხო, ანუ პროცესის კომუნიკაცია არის, როდესაც თქვა რაღაც თანმიმდევრულად აწვდიან ინფორმაციას და თავში და ბოლოში არ არის. ჩვენთან უფრო მისაღები, რომ თავიდან დაპირდა და რაღაცა პერიოდის შემდეგ თქვათ ჩააბარო ანგარიში, მაგრამ ადამიანები თქვათ 1 წელი და 4 წელი არ დაგველოდებიან ამ ანგარიშის შესაბარებლად. მისაღები ვისთვის არის პოლიტიკოსისთვის ასეთი ფორმით ურთიერთობა თუ საზოგადოებისთვის? პოლიტიკოსისთვის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ურჩევნიათ რომ რაღაცა ბევრი რაღაცა არ მოაჩინონ, თქვათ, გაკეთებული და ერთიანად შეკრანეს ყველაფერი, რომელიც შეიძლება უფრო გრანდიოზულად ჟღერდეს, რომ ეს გავაკეთეს, ვიდრე თქვათ, რომ რამოდენიმე კომპონენტი, რომელიც პროცესში არის წარმოდგენილი და პროცესში არის შესრულებული. და რა ქვია საინტერესოა, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად გვესმის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და საზოგადოებაც მეტნაკლებად გათვითცნობიერდა და ამ საკითხში. საინტერესოა, რა ხდება პოლიტიკასთან და პოლიტიკოსებთან მიმართებაში. რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს პოლიტიკოს სოციალური პასუხისმგებლობა. ზოგადად რამდენად აქვთ და რას ნიშნავს პოლიტიკოსისთვის სოციალური პასუხისმგებლობა და როგორ მუშაობს ეს ქართულ სინამდვილეში? მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ბიზნესში ვერ გავიგეთ კარგად რას ნიშნავს სოციალური პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ეს არის რაღაც კონკრეტული ჯგუფის მიმართ, არა თქვა რაღაც ერთჯერადი საქველმოქმედო აქტივობები, არამედ თვითონ თემის მოგვარება თქვა და ამ თემაზე მუდმივი ზრუნვა. ხო და იგივე არის პოლიტიკის შემთხვევაში. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში უფრო რაღაც საქველმოქმედო მიმართულებები არის დღეს აქტიური და მხარდაჭერილი, ვიდრე სოციალური პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ თქვათ ჯერ ეს თემა ბიზნესში წამოვიდა და ბიზნესშიც ჯერ ახალია. ასე რომ თუ თქვათ ბიზნესში ეს თემა კარგად ადაპტირდება და მივიღებთ რაღაც მნიშვნელოვან შედეგებს, მე ვფიქრობ, რომ ესაც უფრო გადავა ნელ-ნელა პოლიტიკაში. რას ნიშნავს მაშინ სოციალური პასუხისმგებლობა? ხო, აი სოციალური პასუხისმგებლობა ზუსტად პოლიტიკოს აქვს ის, რომ აირჩიოს რაღაცა კონკრეტული მიმართულება, რაც არის ყველაზე თქვათ პრობლემური, მაგალითად შეშემო პირები. და რა შეიძლება თქვათ მან გააკეთოს კონკრეტულმა ადამიანმა, ან კონკრეტულმა პარტიამ, ან კონკრეტულმა ჯგუფმა ამისთვის. არა კონკრეტული რაღაცა, მაგალითად გზის მორგება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არამედ თქვათ ადაპტაციაზე ზრუნვა, სოციალურად მათი თქვათ სოციალურ ადაპტაციას გულისხმობ.
და არა თქვათ რაღაცა ნივთების და თქვათ რაღაცა კონკრეტული დახმარებების გაწევა მათთან. აი ეს არის მათთვის სოციალური პასუხისმგებლობა. აქვე იცით რა მაინტერესებს, როცა სოციალურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ის შეიძლება შეინიღბოს ალბათ ბოლომდე არ შეესაბამება სათქმელს, მაგრამ თქვათ თავად უშუალოდ მისი პერსონით უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა სხვადასხვა ჯგუფთან მიმართებაში, რა მიმართულებასაც ის აირჩევს თუ თქვათ ეს უნდა გააკეთოს მისი უწყების ხარდაჭერით. ან როგორც მე ვფიქრობ, რომ უფრო გუნდურად, იმიტომ რომ ეს იმდენად გლობალური პრობლემებია, თქვათ, ხო შესაბამისად ის მარტო ერთი ადამიანი გუნდის გარეშე ნაკლებად მოაგვარებს და თან მრავალწახნაგოვანი, ხო, იმიტომ რომ ერთი თემა არ არის, ხო, ხშირ შემთხვევაში ამას ჩართული სხვადასხვა ტიპის სტრუქტურებია და კოორდინაცია აქაც ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის სტრუქტურებთან, რომ იდეური და სხვა ტიპის ხარდაჭერა იყოს მოპოვებული. უღრმესი მადლობა, ელდარ პირმისაშვილი საუბრობდა, PR სპეციალისტი ღია ეთერში. მადლობა ელდარ. ინტერაქტივის შეკითხვა გჯერათ თუ არა პოლიტიკოსების და უკვე ინტერაქტივში ჩართვისთვის მე გეპატიჟებით გაიცემის მეორე ნაწილში. მადლობა რომ გვისმენთ. ღია ეთერს დავუბრუნდებით სულ რამდენიმე წუთში. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. 292 11 88 292 11 99. უსმენთ ერთმანეთს. საღამშვიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ განვაგრძობთ ღია ეთერში მუშაობას. დღეს პროექტში ვუსმენთ ერთმანეთს, ვსაუბრობთ თემაზე პოლიტიკოსები და საზოგადოება. გადაცემის ამ ნაწილში საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია გვერდდება. მოგესალმებით არჩილ, მადლობა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენ და მივესალმებით თქვენს რადიოს მსმენელს. არჩილ, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ თემაზე პოლიტიკოსები და საზოგადოება და ინტერაქტივის შეკითხვით მსურს დავიწყოთ თქვენთან საუბარი. გჯერათ თუ არა პოლიტიკოსების შეგვიძლია საზოგადოების კონტექსტში გადავიტანოთ. ჩვენი კონკრეტული გამოცდილებით. მოდი ასე ვთქვათ, მე მარტივად პასუხის გაცემა შემიძლია, არ შემიძლია უბრალოდ. ვთქვი ასე რომ რა თქმა უნდა ისე არ გვაქვს რომ არავის გჯეროდეს ზოგადად ჩვენ პოლიტიკოსების. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება მჯეროდეს პოლიტიკოსის შესაძლებლობის, ზოგიერთ შემთხვევაში მათი შინაგანი მოწადინების, ზოგიერთ შემთხვევაში მათი ეფექტურობის, მაგრამ ალბათ ძალიან გამიჭირდება ასე მარტივად დავასახელო ადამიანი, რომელშიც ყველა ის თვისება, რომელიც ჩემს სასწავლო პოლიტიკოსში არის, ასე დავდგე და ხალხო თქვა, რომ აი ეს არის ასეთი იდეალური ნიმუში. მაგრამ კი, მჯერა ზოგიერთ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში მე ვერ გავაკეთებდი ერთ არჩევნებზე და ვერც რაღაც მაინც გარკვეული დადებითი მოლოდინების და პერსპექტივის იმედი ამ ქვეყანაში არ მექნებოდა რაღაც. რაც შეეხება საზოგადოებას, თქვენი დაკვირვებით, თქვენი მუშაობის სპეციფიკიდან, პროფესიიდან გამომდინარე ჯერათ პოლიტიკოსების, ქართული პოლიტიკოსების საზოგადოებას. მე ვიტყოდი ასე, რომ ჩვენ საზოგადოებას აქვს არაცალსახა დამოკიდებულება. პირველი არსებობს კატეგორია, რომელიც კონკრეტულ ინტერესს ატარებს, ვთქვათ, რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიმართ და ამის გამო ეს თუნდაც თვითცენზურით, თუნდაც რაღაც გარემო პირობებით ის ამ დიდ ნდობას გამოხატავს. არის კატეგორია, რომელზეც სამწუხაროდ მარტივად არ ისახება ამა თუ იმ პოლიტიკოსის სარგებლიანობა თავისთავად ამართებაში, მაგალითად ადამიანები, რომლებსაც უჭირთ ადამიანები, რომლებისთვისაც არაფერი საერთოდ ჯამში ამ წლების განმავლობაში არ შეცვლა და ისე ძალიან რთულად უკავდებიან ყოველდღიურობას. მათი მხრიდან რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში უმდობლობას ვაცდებით და სკეპტიციზმსაც იდეის მიმართ გინდა პოლიტიკოსის, გინდა ხელისუფალის ან ნებისმიერი სხვის მიმართ არსებობს კატეგორია, რომელიც ზოგადად ასე ვთქვათ უმდობლობის და უმოტივაციობის გამო საერთოდ ინტერესს არ გამოხატავს. აი ეგრეთ წოდებული აპოლიტიკური ადამიანები, ვინც ამას საუბრობს, ხშირ შემთხვევაში აპოლიტიკურობის საფარქვეშ არის უმდობლობის დიდი დოზა. ამის გამოც ის ინტერესს არ იწვევს და არ თulis ყოველდღიურობის მნიშვნელოვან თემად. ამიტომ საერთო ჯამში ჩვენ ვერ ვიტყვით აი თუ არჩევნებს ავიღებთ ნიმუშად, რომელიც ყველაზე ზუსტი სოციოლოგიური მაჩვენებელია. ჩვენ ნახეთ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყველას მიმართ ძალიან ნეგატიური დამოკიდებულებით არის გამოხატული. უბრალოდ არსებობს მიზეზები, რის გამოც ის არჩევანს აკეთებს და გარემონდები რა ფარგლებში დამატვილი გადაწყვეტილებას ვიღაცის სასარგებლო დაკეთებს. მაგრამ ამისი საფუძველი ნდობა არ არის. აი ხშირად შეხვდებით ახლა თბილისის სხვადასხვა ბანში ბილბორდებს, სადაც ხელისუფლება უხდის მადლობას, ასე ვთქვათ,
ნდობისათვის აღნიშნავს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მათი, ასე ვთქვათ, იმ პოლიტიკური ჯგუფის, რომელიც ხელისუფლებაში წარმოდგენილი, საფუძველი არის არა მათ მიმართ გამოხატული ნდობა, არამედ სხვების მიმართ გამოხატული უფრო დიდი უნდობლობა, რომლის ფარგლებშიც ამათი პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკური აქტიორის სასარგებლოდ მიიღო ჭაუჭელმა გადაწყვეტილება. ამიტომ ნდობის ფაქტორზე მე ალბათ ვიტყოდი, რომ ისეთი ნეიტრალური ადამიანი, რომელიც არ არის პირდაპირ დაინტერესებული, ან ბიძა არ აყავს საჯარო უწყებაში, ან თვითონ არ არის პარტიის წევრი, ან რაღაცა იდეალისტი, რომელიც ამასით ისე ვიღაცის რაღაცის ხარჯზე ძალიან აიდეალებს სხვა შემთხვევაში ალბათ ნეგატიურ და სკეპტიკურ დამოკიდებულებას შევხვდებით მთლიანობაში. გასაგებია. არჩილ არაერთხელ ჩატარებულა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს კვლევები, სადაც საზოგადოებას აქვს თავისი სტერეოტიპი პოლიტიკოსებთან მიმართებაში და როდესაც ისმება შეკითხვა, გინდა თუ არა იყოთ პოლიტიკოსი, ხშირად ამბობენ, რომ არა, რადგან მოკლედ კარგ რეპუტაციასთან არ ასოცირდება პოლიტიკოსობა. მაინტერესებს, რამდენად არის თქვა მძიმე ტვირთი პოლიტიკაში ახალმოსული ადამიანისთვის ეს განსაკუთრებით თუ დადებითი წარსულით თქვათ და გამოხმაურებებით არ ხასიათდება ეს პოლიტიკური გუნდი, რომელშიც ის მოდის. იცით რა შესაძლოა საზოგადოებას არ აყავს კარგი ნიმუში. ჩვენ სამწუხაროდ ხავს ქვეყანაში უფრო ასე ვთქვათ, მე ნახისტი ვიყო, მაგრამ მაინც ერთ ჯამში ამ სიტყვის გარდასხვა ვერ მოვიწყე, პოლიტიკანებსაც უწოდებთ ხოლმე და გვაკლია მოღვაწეები, ვთქვათ. მე არ ვამბობ, თქვა მაინც ილიას რანგის ადამიანი ასე ადვილად ვინატროთ, მაგრამ იყვნენ ადამიანები, თქვა ჩავახშვილი იყო, მელიქიშვილი იყო, თაყაიშვილი იყო, უამრავი ადამიანი იბადებოდა ამ ქვეყანაში ისეთი, რომელიც საკუთარ ინტერესზე მეტად რაღაცა საკუთარ თავში სახელმწიფოსადმი თავის მისიის ვალდებულებას გრძნობდა. სამწუხაროდ დღეს ჩვენ ასეთები შეიძლება გვყავდეს სრულიად შეუნიშნავი ადამიანები, რომლებიც მე მაგალითად ბევრი მინახავს სადღაც სოფელში შეიძლება სოციალურად ძალიან გაჭირებული, რომლებიც ძალიან დიდ იდეას ატარებენ თავის თავში, მაგრამ პოლიტიკურ სივრცეში ასეთი ნიმუშები ჩვენ სამწუხაროდ არ გვყავს და აქედან გამომდინარეა ეს სკეპტიციზმი, ძალიან დიდი სკეპტიციზმი, რომ პოლიტიკოსობა არ არის სოფლა. მე ვარ ლექტორი მაგალითად და ჩემი სტუდენტების ძალიან დიდ ნაწილს პოლიტიკოსობა ზოგადად სულ ტონალობად მიაჩნიათ. ან დავაკვირდით, აი ვიღაცა პოლიტიკაში მიდის ხოლმე, როგორც ხოლმე რა ძალა ჰქონდა, რატო იფუჭებს თავს, ან თავისთავად უკვე პოლიტიკოსობა პოლიტიკურ სფეროში პარტიული პოლიტიკა დავაზუსტოთ, მიჩნეულია როგორც ასე ვთქვათ ადამიანის აფუჭების ხერხი და სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც დეით მოდიან და აქედან რაღაცა რამდენადმე რეაბილიტაციას ეწევიან ამისას. ეს გამოც შეიძლება ადამიანმა მეტი ნდობა გამოთქვა. ეს არის ტვირთი პოლიტიკაში ახალმოსული პერსონებისთვის? კი, ეს არის ტვირთი, მაგრამ ეცით როგორ გითხრა, სამწუხაროდ ზოგიერთ შემთხვევაში მე ვერ ვიგებ რა შეიძლება იყოს საგანი. ანუ ძირითადად ჩვენ შეიძლება განვიხილოთ პოლიტიკაში მოსვლის მოტივი რამდენიმე ასპექტით. პირველი რაღაცა ეს არის ადამიანის იდეა, რომელიც ფარგლებში ცდილობს, რომ უფრო მეტი გააკეთოს სახელმწიფოსთვის, ვიდრე ის ვთქვათ ახერხებს ამათი დარგში თანამონაწილეობით. ამის გამო შეიძლება დაიწყოს პოლიტიკაში. მეორე არის ადამიანი, რომელიც ცდილობს თვით რეალიზაცია, ვთქვათ, რაღაც წარმატებული ყოიცედებს კიდევ რაღაცა მეტი და ახალ როლს საკუთარ თავის გამოსა და შეიძლება მათ შორის პოლიტიკა მოსინჯოს. მესამე ეს არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკას განხილავს როგორც თავდაცვის იარაღმენზე ბიზნესმენები ხშირად პოლიტიკაში ხდება, იმიტომ რომ რაღაცა თავდაცვის საშუალებებს ეძებენ თავიანთი ბიზნესისთვის, პარლამენტარის იმუნიტეტის ქვეშ თქვათ და თანამდებობის ქვეშ. მეოთხე ეს არის ადამიანი, რომელიც პირდაპირ ბიზნესის ხერხად განიხილავენ, მოდიან რა მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ მაჟორიტარის კანდიდატები ძალიან დიდ თანხას ხარჯავენ კამპანიებში, და მის რაღაცა ხერხებში უნდა ამოღებული იყოს და მე რაღაცა მეტი მოიგოს და ამიტომ წმინდა მერკანტილური ინტერესით მოდიან ხოლმე. და ბუნებრივია ეს ნდობას ხერხი არსებობს და აი თითოეული ადამიანი, ვინც ფეხს იკიდებს აქტიურ პოლიტიკაში გადავიდეს, ალბათ აი ამ ინდიკატორებით შეიძლება ვეძებოთ რატომ აქვს სურვილი. აი დღემდე გახსოვთ პატაბურჭულად ვისაც პოლიტიკაში დავიდა, სვამდნენ შეკითხვას, აი ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი დამსახურების ადამიანებს ხლებოდა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემდნენ, რა მოტივაცია შეიძლება და ქონოდა. თითქოს ეს მან განმარტა, მაგრამ რეალობა შემდგომ სხვანაირად აჩვენა და სამწუხაროდ მისი რეკრუტი ძალიან ცუდად მოხდა. არჩილ, როგორი ტიპის პოლიტიკოსები ხიბლავს ქართულ საზოგადოებას? გადაცემის პირველ ნაწილში მელდარ პირმისაშვილმა თქვა, რომ სტაბილური და საქმის გამკეთებელი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსები სურს დღეს ქართულ საზოგადოებას. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? მე ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოება თვითონაც არ არის საბოლოო ჯამში ჩამოყალიბებული ზუსტად რა სურს და
ეს თავისთავად პოლიტიკოსის ამოცანას ორთულებს. რას გულისხმობ? ცალსახადრო იყო ჩამოყალიბება რა გვინდა შეიძლება მეტნაკლებად ასეთი ადამიანი აღმოჩნდეს. ჩვენ ურთიერთწინააღმდეგობრივიც ვართ. ან ისეთ რაღაცებს ვითხოვთ პოლიტიკოსისგან, რომელიც ერთ ადამიანში შეიძლება ვერ მოთავსდეს, ასე ვთქვათ. ამიტომ ჩვენ შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში ვხვდებოდეთ პოლიტიკოსისგან რა გვინდა ზუსტად. მე მაგალითად ვიტყოდი, რომ მე თანამედროვე პოლიტიკოსად და ნორმალურ და კარგ პოლიტიკოსად იცვლება ადამიანი, რომელიც ახერხებს თავისი პირადი კერძო ინტერესი, რაც მას გააჩნია, ანუ მას უნდა ფული, წარმატება, ძალაუფლება ამ შემდეგ ადამიანური მოთხოვნილეების სრულად გასაგები და ნორმალურია, შეუთავსოს საზოგადოების, ხალხის და სახელმწიფოს ინტერესებს. ანუ როდესაც ერთმანეთში სამხედროს ახდენს სახელმწიფოს იდეის, ხალხის იდეის და საკუთარი თავის იდეის ინტერესების. და მეორე მხრივ, როდესაც მას გააჩნია ის შესაძლებლობები, ცოდნა, უნარჩვევა, მოწადინება, მოყევირება და გარკვეული ასე ვთქვათ ის მახასიათებლები, რაც სჭირდება პოლიტიკოს, რომლითაც ის შეიძლება იყოს წარმატებული. ეს მაინც კონკრეტული სახებუნებრივია ვერ დაიხატება, მაგრამ დაახლოებით ასეთი მექანიზმი არის, ასეთი სქემა აქვს თანამედროვე პოლიტიკოსებს ვთქვათ იგივე ევროპაში. ამ შემთხვევაში ჩვენთან ხშირად ძალიან ძნელი, იმიტომ რომ იცით რა შეიძლება საქმე, ჩვენ ვარცულებთ იმას, რომ ჩვენი გულწრფელობა ხშირად არ არის ჩვენი შინაგანი ცნობიერის იდენტური და გეტყვით რას გულისხმობ, რომ ჩვენ შეიძლება მოვიწყოთ რაღაც ასეთი ზნეობრივი, პატრიოტი პოლიტიკოსი, მაგრამ გამოავიღოთ ამ ასე ვთქვათ მოწადინებით, ის ჩვენთვის მიუღებელი ხდება. საერთოდ ჯამში ჩვენთან უფრო ყურადღებას მაინც ფაქტობრივად უყურებენ ძალიან აქტიურ მეტი ძალაუფლებისა და მეტი შესაძლებლობის მქონე პირებს და არჩევანით ამის მიხედვით კეთდება. არჩილ ჩაგეკითხებით, ბოდიშს გიხდით რომ გაწყვეტინებთ, თქვენ ახსენეთ ცოტა ხნის წინათ რომ საზოგადოებას თავად არ აქვს ჩამოყალიბებული და გათვითცნობიერებული რა სურს. წინა კვირის ერთ-ერთ გადაცემაში, როდესაც მოსახლეობის კეთილდღეობის ინდექსზე ვსაუბრობდით, ჩვენი მსმენელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ კეთილდღეობა საზოგადოებისთვის უნდა შექმნას ხელისუფლებამ და ქვეყანამ და მასში საკუთარ თანამონაწილეობას ნაკლებად ანიჭებდა მნიშვნელობას. ზოგადად საუბრობდა, რომ არა, ჩემ ბრალი არ არის, რომ მე დღეს ვარ ცუდად. ეს არის ხელისუფლების ბრალი, ანუ ის პირდაპირ იშვერდა ხელს. რატომ არ არის საზოგადოება ჩამოყალიბებული? რა უშლის ხელს? რა პრობლემებს ხედავთ თქვენ ამ თემასთან მიმართებაში? პირველი შემთხვევაში ხელისუფლებაც და საზოგადოების ისეთ რომელი ნაწილი, აი საზოგადოებრივი ტიპები რო არიან, აი პაბლიკ ადამიანებს რო იცნობათ სახეს, ასე ვთქვათ, თუმც ისეთ სახეს, რომლებიც საზოგადოებაში რაღაც ავტორიტეტსაც ქმნიან, როგორც მოაზროვნეები. ასეთი ადამიანები ჩვენ საზოგადოებას უფრთხიან, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სიმართლის თქმას ძალიან დიდი როლი მოყვება ხოლმე საზოგადოებისგან და ამას ყველა უფრთხის მithumetes ახლა როდესაც სოციალურ მედიაშია ლამისწელი ურთიერთობები გადატანილი, შეიძლება ადამიანი ძალიან ორი პოზიციისათვის გაანადგურონ და ამიტომ ადამიანები თავდაცვით მუშაობენ მასშტაბით ის პოლიტიკოსებიც და ის პირებიც, რომლებიც ამ ასე ვთქვათ პოტენციურად ხელისუფლებას შეიძლება წარმოადგენდნენ. მეორე მხრივ პოლიტიკური პარტიების აქტიორები განან და არიან პირფერობის რეჟიმში საზოგადოებასთან, მიკუთხით რომ ხმები დაცემწონ ასე ვთქვათ არჩევნებზე ადამიანებს და არ მიუთითებენ იმას თუნდაც რომ არა ბატონო ხელისუფლებაზე არ არის ყველაფერი დამოკიდებული, ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული ბევრი, მაგრამ დაწებული იქიდან ჩვენ როგორ ცხოვრობ, როგორ მოძრაობ, ნაკლებად სთავაზობენ თანამონაწილეობას საზოგადოებას იმ პროცესებში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოება არის პროცესის შემქმნელიც და არა მომხმარებელიც და აი ჩვენთან ვერავინ პრაქტიკულად ადამიანებს ვერ დააჯერა ქვეყანაში, რომ იგივე ადამიანს კი არის მმართველი პროცესის და არა მხოლოდ მომხმარებელი. გასაგები, უღრმესი მადლობა. სხვა შემთხვევაში სამწუხაროდ ჩვენ სხვა შედეგები არ გვექნება. უღრმესი მადლობა. არჩილ გამზარდია, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი საუბრობდა ღიეთერში. რამდენიმე წუთია გადაცემის დასრულებამდე დარჩენილი ინტერაქტივის შეკითხვა. გჯერა თუ არა პოლიტიკოსები შეგიძლიათ დარეკოთ ღიეთერში ნომრებზე 292 1188 292 და მიიღოთ ინტერაქტივში მონაწილეობა. მსმენელები რეკავენ უკვე და მე ვთხოვ ხმის რეჟისორს მომცეს მათთან საუბრის საშუალება. მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა, სალამონიდობისა, მოგესალმებით. რა სამწუხაროა, როდესაც ის ვინც თავს დევს პოლიტიკოსობაზე, დღემდე ვერ მიხვდა, რომ თურმე გაუკვეველია თუ საზოგადოებას რა სურს. საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია, რომ საფაზრო ეკონომიკიდან გამომდინარე დამოუკიდებლობის შემდეგ იყო მომხრე ხელისუფლებაში მოსვლისა სოციალურად სოლიდარული მმართველობის ძალისა, კანონმდებლებისა, რომელიც ძალიან შორს არ იქნება სოციალური კეთილდღეობით მოსახლეობისაგან.
25 წლის განმავლობაში ეს სულ საზოგადოება რომ მოსახლეობის წინაშე ანგარიშზე ვალდებული იყოს ხელისუფლება, რომელსაც მოსახლეობა ქირაობს. ეს თუ ვერ მიხვდა გამეზარდიან რომ მოსახლეობას უპირველეს რიგში ეს სურს და არა ის მათყუარა პოლიტიკოსები, რომლებიც იძახიან რომ აი ინგლისის დედოფალიც კი არანთებდა ის არ ყრიდა შეშად ბუხარში როცა ინგლისს უჭირდა და სოლიდარობას უცხადებდა მოსახლეობას და ჩვენ რომ მოვალ ხელისუფლებაში ანალოგიურს გავაკეთებთ და მოდიან რა და იღებენ კაი ხელფასებს დანამატებს და პრემიებს და სულ ავიწყდება თავისი დარიგება. აი ზუსტად ეს არის რაც მოსახლეობას არ სურს. ესეთი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი გულმა ვიწყი, აპრიორისტი, თაღლითი და სვადმაგდი. აქ მასთან არსებული ბიზნესმენი, მასთან არსებული ექსპერტი, რომლებიც მათ ინტერესებს ატარებდნენ ამ სვადმაგდი, თაღლითი ბიზნესმენების და პოლიტიკოსების ინტერესებს. უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის. უსმენთ ერთმანეთს. ჩვენ დღეს საუბრობთ თემაზე პოლიტიკოსები და საზოგადოება და ვიდრე დავემშვიდობებით ჩვენს ამ სმენელს მანამდე გაიცემის მიწურულს მე შეგახსენებთ რომ რადიო იმედი და სოციალური პლატფორმა WeHelp-ში ახორციელებენ ერთობლივ საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ვცდილობ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ბორის კიკნაძე WeHelp-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თავად ისაუბრებს ამ კვირის ბენეფიციარის შესახებ და შემდგომ ბოლო სმენელს შემოვიყვან დღე ეთერში. მოგესალმებით ბორის, მადლობა რომ იღებთ პროექტში მონაწილეობას. მოგესალმებით და მადლობა თქვენ მიესალმებით თქვენ სმენელს. ამ კვირაში ჩვენ გვინდა დავეხმაროთ თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ პატარა 6 წლის თეკლა ღონიაშვილს, რომელზეც ჩვენ ამდენიმე კვირის წინ გქონდა საუბარი, როდესაც ის პირველად განთავსდა ჩვენს ვებგვერდზე. მას შემდეგ საზოგადოების დახმარებით, მათ შორის ჩვენი ქალმოქმედების და თქვენი სმენელის დახმარებით, გარკვეული თანხა თეკლას შეუგროვდა, მათ შორის პირდაპირ ოჯახს გადაერიცხა და მათ შეძლეს თურქეთში გამგზავრება და იქ თეკლას ჩაუტარდა უკვე ხელოვანი უჯერის ტრანსპლანტაცია, რადგანაც მას ჰქონდა უიშვიათესი დაავადება, CDKL5 გენის მუტაცია და ამ ეტაპზე თეკლას დამატებით ექიმების განცხადებით დასჭირდება კიდევ 3 გადანერგვა და ფიზიოლოგიის თერაპიის გავლა. ისთვისაც ოჯახს უკვე იქ ადგილზე აკლდება თანხა. თუმცა მანამდე ისინი დაბრუნდებიან თბილისში და შემდგომ ხელმეორედ დაჭირდებათ გამგზავრება. ჯამში ეს შეადგენს $30,000 და ჩვენ უკვე ვიმედოვნეთ, რადგანაც ასეთი კარგი ტემპებით მიდის მისი მკურნალობა, ჩვენ იმედი გქონდა და გვინდოდა რომ ამ კვირაშიც დავხმარებოდით თეკლას, სანამ უკვე სხვა ბენეფიციარზე ვისაუბრებთ. უღრმესი მადლობა ბორის კიკნაძე საუბრობდა ეთერში. მას შესე მეგობრებო, ჩვენ ამ კვირაში ვეხმარებით 6 წლის თეკლა ღონიაშვილს, მას აქვს CDKL5 გენის მუტაცია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სჭირდება, რომელიც 98,900 ლარი ღირს, საიდანაც უკვე შეგროვებულია და რომლის დახმარებითაც თეკლა უკვე გაემგზავრა გამოკვლევებზე და მას ჩაუტარდა გადანერგვის პირველი პროცესი. ეს თანხა შეგროვდა 48,300 ლარი და უღრმესი მადლობა თქვენ რომ მიიღეთ ამ კეთილსაქმეში თანამონაწილეობა. გარდა ამისა კიდევ დარჩენილია დაახლოებით 50,000 ლარზე მეტი იმისთვის რომ განაგრძოს მკურნალობა. კიდევ არის რამდენიმე ეტაპი, როგორც ბორისმა აღნიშნა, ჩასატარებელი იმისთვის რომ 6 წლის თეკლას მივცეთ სიცოცხლის გაგრძელების და ჯანმრთელობის უფლება. თქვენ გაქვთ საშუალება დარეკოთ ნომერზე 0917708082. თითოეული ლარი გადაირიცხება სწორედ თეკლას ანგარიშზე ამ კვირაში და გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს www.help.gr მოიძიოთ თეკლა ღონიაშვილის ისტორია და დავეხმაროთ ამ ძალიან პატარა გოგონას გამოჯანმრთელებაში. ჩვენ კვლავინდებურად გვაქვს თქვენი თანადგომის იმედი. ვიდრე დავემშვიდობებით ბოლო მსმენელი შემოვიყვანოთ ხაზე, რომელიც დიდი ხანია გველოდება. მოგესალმებით. ალო. მადლობა რომ დაგველოდეთ ამდენ ხანს ბატონო. მოგესალმებით და გჯერათ თუ არა პოლიტიკოსების გაიცემის მთავარ თემას რომ დავუბრუნდეთ. ალო. გესმით ჩემ? კი მესმის გენაცვალ. პოლიტიკოსების თითქმის 90%-ის არაფერი არა დასაჯერებელი. გვატყულებენ და მე შემდეგ კარგად თქვენ ამას. მე პენსიონერი კაცი ვარ, უყურე რამდენი წელია ჩვენ პენსიონერებს 20 ხტი და იმ 20 საათნახევარი ვადა. რატო არ შეიძლება რომ პენსიონერს კარგი არ შეუძლიათ ბევრს უფასო აქვს, მაგრამ ჩვენ პენსიონერებს რომელსაც ამდენი სტაჟი გვაქვს, რომ 21 ერთი დღე იყოს ჩვენი მგზავრობა. პოლიკლინიკაში წევედი, იქ აიქიმდა რომ გამოვედი უკვე გასული ეს დრო რაც იმას აქვს 20 ვადა.
ეს არ შეუძლია უჭირს მერიას ასე ისეთ რაღაცებზე ხარჯავენ პულს რომელიც ხალხს სულებით არაფერში არ ჭირდება და რა ჭირდება იმაში მაინც გუწიოთ დახმარება ერთი ეს მეორე კიდე ბანკების სიმაზე თაობაზე მინდა გითხრათ მისღებში ჩემ ცხოვრებაში ბანკიდან ერთი თეთრიც არ ამიხია რაღაც რინკარდიო რაღაცა 92-ზე სულო რაც მინდა მე მაგა რა იცი ზია ეგებ დაგჭირდეს არც გამომიდანია არც არაფერი და ახლა მეუბნებიან თქვენ 56 ლარი გაქვთ ვალი რაში მყლიბავს ამ გაჭირებულ პენსიონერს და თვითონ რომ გაძღენდა ისინი 1000-ად დაჩები და ეს გაიკეთონ იმითო აი ამას მიაქციოს პოლიტიკოსებმა და თავრობამ არ ამიღია გასო სესხი შეერი როგდებოდე ქუჩაში დავარდე ბანკისგან როგორ ვიღებს ეს აქეთ მაწეს არაფერში თანხას პატრონი არ ყავთ ამათ უღრმესი მადლობა დაკავშირებისთვის უღრმესი მადლობა ინტერაქტივში მონაწილეობისთვის. გადაცემა დღეს ამით დასრულებულია. საერთო სტუდიაში მუშაობდი ნინი ხუგაშვილი, გადაცემის პროდიუსერია დავით მაღლაფერიძე. დღეს ვსაუბრობდით თემაზე პოლიტიკოსები და საზოგადოება. უღრმესი მადლობა ინტერაქტივში მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ გადაცემის მიწურულს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება 6 წლის თეკლას დავეხმაროთ გამოჯანმრთელებაში. საუბარია თეკლა ღონიაშვილზე, რომლის ინფორმაციაც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე 3w.mihelp.gi და ასევე ნომერ შეგახსენებთ 0917 1080 ჩვენ კლავინდებურად გვაქვს მეგობრებო თქვენი თანადგომის იმედი. გაგვიზიარეთ, დაგვირეკეთ, მოგვიყევით. ჩვენ ვუსმენთ ერთმანეთს. ნინი ხუგაშვილთან ერთად. ვუსმენთ ერთმანეთს.